მოგესალმებით ჩემო პატარებო, ახალი 2026 წლის დადგომამდე სულ რამდენიმე დღე რჩება და მელა დაგიბრუნდათ ახალი კვიზით. დღევანდელი შეკითხვებით რა თქმა უნდა შობა ახალ წელთან იქნება დაკავშირებული და ძალიან საინტერესო შეკითხვებს გთავაზობთ. დარწმუნებული ვარ თითოეულ მათგანზე სწორი პასუხები გექნებათ. მე დამნომრავ თითოეულ შეკითხვას. დღეს 6 დაახლოებით 7 ან 6 შეკითხვა მექნება და თქვენ შეგიძლიათ პასუხები გასცეთ კომენტარებში. მაგალითად, შეკითხვა ნომერ პირველზე რა პასუხი იქნება სწორი ან A ან B, შეკითხვა ნომერი 2 ან A ან B და ასე შემდეგ. დამიწერეთ კომენტარებში პასუხები. მაშასე დავიწყოთ. პირველი, რომელი იანვარს აღნიშნავთ ძველით ახალ წელს საქართველოში? A 7 იანვარს თუ B 13 იანვარს? კარგად დაფიქრდით და დაწერეთ კომენტარებში პასუხი. მეორე, სად ცხოვრობს სანტა კლაუსი? A გრენლანდიაში თუ B ლაპლანდიაში? ახლა არ მითხრათ რომ ამ შეკითხვაზე პასუხი არ იცით. აუცილებლად დაწერეთ ნომერ 2 შეკითხვაზე პასუხის კომენტარებში. მესამე, რომელ პოლუსზე მდებარეობს ლაპლანდია? A ჩრდილოეთ პოლუსზე თუ B სამხრეთ პოლუსზე? აი გამოჩნდა აგერ ჩვენი სანტა მარხილით მოემართება სწორედ იმ პოლუსიდან, რომელზეც ახლა თქვენ უნდა დააფიქსიროთ. მეოთხე, რომელი ხილია პოპულარული საახალწლო სუფრაზე? A მანდარინი, B ალუბალი. სანტა კლაუსი ისევ დაგვიბრუნდა და რა თქმა უნდა გაეცით ამ შეკითხვასაც პასუხი. მეხუთე შეკითხვა. საქართველოს რომელი კუთხიდან იღებს სათავეს ჩიჩილაკის ისტორია? A კახეთი თუ B გურია? შეკითხვა ნომერი 6. რომელი ფერი ასოცირდება ახალ წელთან? A ყვითელი და ლურჯი თუ B წითელი და თეთრი? და ბოლო შეკითხვა. საქართველოს რომელ კუთხეში აღნიშნავენ კალანდას? A ქართლში თუ B გურიაში? დღევანდელი ჩემი შეკითხვები ამით ამოიწურა და აბა თქვენ იცით. ველოდებით თქვენს პასუხებს კომენტარებში. დანომრებთ 1-დან 7-მდე და თითოეულს მიუწერეთ სწორი პასუხი ან A ან B. აბა დროებით.